მე ვხედავ რა პრობლემებს გამოიწვევს უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტა უნგრეთისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის. როგორი იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია? ეს საინტერესო შეკითხვაა, რადგან ჩვენ ვხედავთ პრობლემებს პოლონეთში, ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ჩვენს ურთიერთობებში. Интересный вопрос, потому что мы видим проблемы в Польше, видим проблемы в Чехии, в наших отношениях, потому что этот газ только нет проблем экономики, этот газ проблем политики. А то, что Украина... გაზის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა არ არის. ეს პოლიტიკური პრობლემაცაა და უკრაინის გადაწყვეტილება აფუჭებს ჩვენს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, რომლებთანაც ადრე კარგი დამოკიდებულებები ჰქონდა. Относительно обстановки на Украине, потому что те украинцы, которые не могут жить, например, в Монако, те, которые говорят по-русски, они нашли определенные отношения к нам. მე განვიცდი, რაც უკრაინაში ხდება, რადგან ის უკრაინელები, რომლებსაც არ შეუძლიათ მაგალითად მონაკოში ცხოვრება და რომლებიც რუსულად საუბრობენ, გარკვეულ დამოკიდებულებას ეჯახებიან. დასავლეთს ასევე სურს, რომ ჩეხებსა და სლოვაკებს შორის გაუარესებული ურთიერთობები ეხილოს. წუხვა, რომ ასე მიწევს ამის ახსნა, მაგრამ მდგომარეობა, რომელსაც ვეჯახებით, სულაც არ ეხება მხოლოდ გაზსა და ნავთობს. პრობლემა ისაა, რომ გერმანიასა და საფრანგეთს ორივეს ფულის კეთება სურს. ისინი ხედავენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ვითარდებიან და ევროკავშირი სტაგნაციას განიცდის. მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ვითარდებიან. მაკრონის მსგავსი პოლიტიკოსები უტიფრად იქცევიან. ისინი მზად არიან რუსეთისგან იყიდონ ნავთობი, გაზი, ბირთვული საწვავი და სხვა მარაგები. მაგრამ თავი ისე მოგვაჩვენონ, თითქოს ეს ყველაფერი რუსული არ არის. შემდეგ ამას ჩვენთან ოთხმაგ ფასად ყიდიან. ესაა ამ ყველაფრის აზრი. უნდა ითქვას, რომ მათ მხოლოდ ფული სურთ და ისეთი პოლიტიკოსი, როგორიცაა მაგალითად ზელენსკი, მხოლოდ მათ ინტერესს ემსახურება. ამიტომ ჩნდება დაძაბულობა უსაფრთხოების კუთხითაც. სლოვაკეთის ზემოქმედების ქვეშაა, რომ იარაღი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყიდოს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმას, რაც ევროკავშირში ხდება, ჩვენი ხალხის უმრავლესობა არ ეთანხმება. ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომაც მოვედით აქ საპარლამენტო დელეგაციის სახით. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრის განხორციელება მარტივი არ ყოფილა. Она не согласна с тем, что происходит в Евросоюзе. И мы должны сказать, что мы хотим, чтобы у нас остались хорошие отношения с Российской Федерацией, и поэтому мы приехали сюда как парламентская делегация. И я должен сказать, что было не очень просто обеспечить. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.